მულტფილმები. იმისთვის, რომ თქვენმა ბავშვმა იცოდეს რუსული ენა, უყურეთ რუსულ მულტფილმებს, რომლებიც ჩვენ ვთარგმნეთ ქართულ ენაზე. თქვენი პატარა არა მარტო ისწავლის რუსულ ენას, არამედ განივითარებს მეტყველებას, შეივსებს სიტყვების მარაგს ქართულ ენაზე. იმისთვის, რომ ასწავლოთ პატარა ბავშვს უცხო ენა, აუცილებელია იგი დააინტერესოთ. რითი შეიძლება დააინტერესოთ 2, 3 ან 4 წლის ბავშვი, რომ მას სწავლის სურვილი გაუჩნდეს? თქვენ იცით? მე ვიცი. ეს ყველასთვის საყვარელი მულტფილმებია, რომლებიც ჩვენ ვთარგმნეთ თქვენი ბავშვებისთვის. ახლა მათ ექნებათ საშუალება უყურონ ისინი ყოველ დღე იმდენჯერ, რამდენჯერაც მოუნდებათ. იმისთვის, რომ ბავშვმა გაიგოს, რაზე საუბრობენ მულტფილმებისა და ზღაპრების გმირები, ჩვენ ისინი ვთარგმნეთ ქართულ ენაზე. პატარას მულტფილმის ყურება ქართულ ენაზე რამდენჯერმე შეუძლია, რომ დაიმახსოვროს მისი შინაარსი, შემდეგ კი რუსულ ენაზე. ყოველ დღე ბავშვის სიტყვების მარაგი შეივსება ახალი სიტყვებით. ის თანდათან გაიგებს, რაზე საუბრობენ სხვა მულტფილმებში და ფილმებში. მეგობართან შეხვედრისას, რომელიც რუსულ ენაზე საუბრობს, არა მარტო გაიგებს მის ნათქვამს, არამედ დაელაპარაკება კიდევაც. გინდათ, რომ თქვენმა ბავშვმა იცოდეს რუსული ენა? მაშინ ჩაწერეთ თქვენი სახელი და ემაილი ქვემოთ მოცემულ ფორმაში და მიიღეთ საჩუქარი მულტფილმები ჩვენგან, რომლებიც გაუადვილებენ ბავშვს რუსული ენის სწავლას. თუ წერილი დიდხანს არ მოდის, მაშინ ჩაიხედეთ სპამში. ზოგჯერ წერილი იქ მოდის. ვიდეო ინსტრუქცია, როგორ უნდა მიიღოთ წერილი საჩუქრით, არის ამ გვერდის ბოლოს.